როგორც ხედავთ, მეორე დღე არის უკვე საკმაოდ ცივა, წვიმდა დღეს და რა ვიცი, მე ისე ვაგრძელებ ვარჯიშს სირბილს. ასე გაგრძელდება ყოველ დღე. ერთი დღე შეიძლება დავისვენო კიდევაც, იმიტომ რომ არ არის რეკომენდირებული ყოველდღიური სირბილი. მისაღები არ არის, სჭირდება ორგანიზმს აღდგენა, ტრავმების რისკი მაღალი არის. არ გირჩევთ არავის, რომ გაიმეოროთ ეს ჩელენჯი. არ ვიცი მონოტონურად რატომ ვსაუბრობ ასე რაღაცა. ძილიც მაკლია, სადღაც 6 საათი მეძინა დაახლოებით. დღეიდან ძილიც უნდა მოვიწეს, რიგო რთული არის, როცა ვარჯიშობ და თან კიდე ძილი არ გიწყობს ხელს. ხარისხიანი არ არის ვარჯიში. ყვავია ეს თუ რა არის? გონი ყვავის ხმა იყო? რაღაც ნიშანი უნდა იყოს. შვენიერი შედეგია გუშინდელთან შედარებით. რა ვიცი, 2 კილომეტრზე მეტი არის. გუშინ კილომეტრი და რაღაცა იყო რა, ზუსტად არ მახსოვს. ხვალაც გავზრდი მანძილს რა, დაახლოებით 3 კილომეტრამდე ასე. არა, მაინც უცნაური რა არის, აი შემოვედი აქ, დავისვენე თქო და ბოთლები სად დაუტოვებიათ ნახეთ რა. და ნაგვის უნდა ნახეთ სად არის. აი სანაგვი. ეს ერთი და მეორე აქეთ არის. აი მეორე აქ. ხო შეგიძლია ადამიანო ეს აიღო, აი ესე მოკიდო ხელი, წაიღო და აი აგერ უყურე, ნახე, აი აქ ჩააგდო რა. მაგრამ არა, აი ღორი რო ხარ, არაფერი არ გიშველება რა. მოკლედ ნაგავს ნუ დააგდებთ, ნუ დაყრით ძირს, ნუ დატოვებთ. არის სანაგვეები, ნაგვის ურნები, სადაც შეგიძლიათ ჩაყაროთ რა. მოკლედ გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე დროებით.